მერწყულში რო გადავიდეთ ახლა მარსი მერწყულში, საერთოდ მე მიყვარს მარსი მერწყული. მე-11 სახლი და მერწყული, აი ამას ამ კომბინაციაზე რო ვილაპარაკოთ, მერწყული არის ჩვენთან მეგობრება, ბევრმა არ იცის ეს სხვათა შორის, ძალიან ერთი 8 წელი თუ 9 წელი დამჭირდა აქამდე რომ მისულიყავი ეს რო გამეცნობიერებინა ძალიან ბევრი შრომის შედეგად. მერწყული ეს ჰაერის ენერგია არის და ჰაერში დაჭერა ინფორმაციის არის. აი ჰაერში რო ვიჭერთ, უცებ იდეა გაჩნდა, ჰაერში მოხსენი, არსაიდან გაჩნდა უცებ რაღაც აზრი და ვიწყებ ამის გაკეთებას. აი მარსი ვერძი თუ იმპულსურად უცებ მოვიდა თავში, მარსის ენერგეტიკა თავის ზონა, თავში მომივიდა ვაკეთებ. აი თავში, აი ჩაიქროლა იდეა და მოდი გავაკეთებ და აკეთებს მე მარსი მერწყული. ჰაერში იჭერს, უცებ დრაივში მოდის და შეიძლება ხალხთან ურთიერთობაში მოუვიდეს ეს, ან მეგობართან ურთიერთობაში, თანამოაზრეები არის მერწყულის ენერგია, თანამედროვე ტექნოლოგიებში ძალიან მაგრები არიან, სხვათა შორის, ან კოლექტიურ ჯგუფურ მუშაობაში და შეიძლება იქ ლიდერი იყოს, მაგრამ აი ჯგუფს კრავს, მთელი ენერგია მოდის ჯგუფთან ურთიერთობაში და ჰაერი არის ეს, შინაგანი ჰაერი, ამავე დროს ჰაერი ჭირდება, სივრცე ჭირდება, იხოდება თუ სივრცეა ჰაერია დიდი, ახლა მარსი მერწყული ვერაიტან სახლში შემოვიდეს და ეს ჩაკუწყუწებულები რო არიან, ბევრი ხალხი რო არის სახლში. მას სივრცე ჭირდება. აი ეს მეგობრებიც, ეს ხალხით, სოციუმით, მერწყულის ენერგეტიკა, ხო, იშლება მარსი, როგორც კი ჰაერი შემოდის დიდი. აი ეს არის ენერგეტიკული ბევრი სივრცე ოთახში, ავეჯი არ უნდა იყოს ჩაწყობილი, ზედმეტი არაფერი არ უნდა იდოს, იმიტომ რომ სივრცეა საჭირო. სივრცე უნდა, კი, შენც ახლა მერწყულები რო ყავს, სივრცე გჭირდება, ან ჰაერი, ან საცხოვრებელი სადაც ჰაერი არის და ახლა корпуსები არ არის ჩამდგარი. მე-11 სახლი მუშაობს, აქ თავისუფლება ჭირდება ადამიანს. მერწყული მარსის ესეთი არის, მე-11 სახლის ესეთი, დიდი დოზით თავისუფლება, ურთიერთობებში თავისუფლება ჭირდება. ქცევებში ძალიან თავისუფალი არის მარსი მერწყული, მარსი მე-11 სახლი, ძალიან თავისუფალი. ანუ აი ეს როგორი არის, იცი რომ სადღაც თუ დაინახავ ძალიან სტერეოტიპულ საზოგადოებას, აბა და შეიძლება მარსი მერწყული კონფლიქტის შექმნას იქ, რომ რა არის ხა თქვენ რა დავარცხნილები ხართ, მოდი ახლა აგირიოთ რაღაცა, ხო? ხო, ეგრევე აურევს ხოლმე. მე მახასიათებს ეგ, მივდივარ აურევ, ყველაფერს მომდივარ, მე ბედნიერი ხოლმე. და ახლა მერწყული კიდევ უფრო too much თავისუფლება არის, ამიტომ სტანდარტული კლასიკური მარსი სასწორში ან მარსი თხის რკანაოძე მერწყულის ჩაიშვილებს იქ, ცოტა სატემა არის კონფლიქტი, ზოგჯერ გარდაუვალი არის ხოლმე, ხო? და ეს ენერგია